ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი TikTok-ის ლაივში სცემა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალა და რასაც პირდაპირ ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ TikTok-ში. სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით წინასწარის შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნომ, თუმცა ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა, ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის სცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლეს მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია, მან პირდაპირ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. გალუსტაშვილის განმარტებით დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახით და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. უნდა ველოდებოდი, არ მეგონა, ნამდვილად არ მეგონა, რომ გამოუშვებდნენ, დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ეს განაჩენია, აი რაც ხდება საერთოდ ყველაფერი ბრძოლას ახლასთან. თუ იბრძვი ადამიანი ყველაფრისთვის უნდა იყო მზად და ყველაფერს უნდა შეხვდე მედგრად, ყოჩაღად. განწყობას რაც შეეხება გეტყვით. დედა მე ყველაფრისთვის ვარ მზად, შენც ყველაფრისთვის იყავი მზად. აი ეს არის. ბრძოლა უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. და გატეხილი ადამიანი უკვე ვეღარ იბრძვის. რეჟიმის პირობებში მაინც გაურკვევლობაში ვიყავით 9 თვის განმავლობაში. ეხლა უკვე ყოველ შემთხვევაში ვიცით რა განაჩენი დადგა და რაც ველოდოთ. ვიცით რომ უნდა დაველოდოთ. ანდრო რამდენად იყო მზად ამ გადაწყვეტილებისთვის თუ ქონდათ აი გუში მაგალითად კომუნიკაცია რას ამბობს? როდესაც კონტაქტი ქონდა ბოლოს აი დედამის უთხრა ლიკას რომ მე იმისთვის ვარ მზად რომ მიესაჯათ უფრო ისეთი ბევრი წევრი. გამოწყდეს ივანიშვილი, წყობახიძეც, ოცნება, ყველა პარლამენტის წევრები ამოწყდნენ ერთნაირად სუყველანი, ეს ქვეყნის მოღალატეები ესენი. ეს სამშობლოს გამყიდველები, რისთვის 9 თვე, რისთვის იყვნენ ჩვენი შვილები და ახლა 2 წლიანი პატიმრობა მისცეს კიდე. რა დააშავეს ამისთანა ქვეყნის სიყვარულისთვის დასაჯეს. რეზოს არც აინტერესებდა დაგვირეკა იმის მერე რო წავიდა და სულ არ მაინტერესებს რას გამომიტანენ. მაგათმა იკითხონო და იქ დაუდვია პოსტი რო ისაო რასაც მომიჟიან პროსტავო პასუხი გამაგებიო რის თვინ და რის თვინ მიჟიან რაც არ უნდა იყოს. ასეთი თვალებში ნაცრის შეყრა სამართლის მიმართ მე პირველად ნახე აქ სასამართლოში ჩემი პრაქტიკის განმავლობაში. ამიტომ ძალიან წუხვარ მათ გამო გულისხმობ სასამართლოს. ძალიან წუხვარ ბრალდების მხარის გამო, ძალიან წუხვარ სასამართლოს გამო, იმიტომ რომ ეს საქმე არავის არასდროს არ დაავიწყდება. ყველა ჩვენი მოქმედება ამ დროის განმავლობაში ემსახურებოდა პირველი ამ კონკრეტული სასამართლოს ხდომის მართვას და მეორე დოკუმენტირებას და მტკიცებულებების მომზადებას რეაბილიტაციის პროცესისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, თუ ეს ქვეყანა იარსებებს, აუცილებლად გაიმართება, ოღონდ იქ განსასჯელის გამზო სულ სხვა ადამიანები იქნებიან და ამ საქმის სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის ის კოპირებული გადაწყვეტილება იქ უკვე იქნება მტკიცებულება მისი ხელმომწერი ან დგენილი ადამიანების. გამოუკიდებლად მიიღებდა გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას, ილუზია იყო და ამის არც არავის ესე დიდად არ დაგვიჯერებია და
გამართლა სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინები, თუმცა რა თქმა უნდა, რომ დასაბუთება ვერ მოახერხა იმისი, რატო დატოვა პატიმრობაში ეს ადამიანები. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, თავარი არის ისე, რომ გავაგრძელოთ ის, რასაც გავაკეთებთ, გადავდოთ ჩვენი რაღაცა დღიური წესრიგი დაუთმოთ ამას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში პატიმრებისთვის და ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ აქვს ამას შედეგი, ჩვენ ხედავთ ცვლილებებს შიგნით ხედავთ რა მდგომარეობაში არიან, ისინი არ არიან კარგად, არავინ არ დაიჯეროს, რომ ეხა ამ თვითმარქვია ხელისუფლებაში ვინმე არის კარგად. ნინო გალუსტაშვილმა წლებს ვერ გაუძლო, მე იმას ვიტყვი, რომ ჩვენ გავუძლებთ. და არ შევეგუებით. ძალიან კარგი წარწერა ეჭირა ერთ-ერთ ბაბუს იქ, რომ ამ ბიჭებს თქვენ ვერ შეაშინებთ, ეს საქართველოა და არა რუსეთი და მეც ეს სათქმელი მექნება. ჩვენი პასუხი რასაც ხედავთ ყოველდღიურობაში ეგ გრძელდება და არ გაჩერდება, სანამ ეს ადამიანები როგორც მინიმუმ ეს ადამიანები ციხეში არიან და მანამდე სანამ ესენი თვითონ არ მოხვდებიან იმათ ადგილზე. მანამდე ეს ხალხი გარეთ იდგება. დღესვე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა კიდევ ერთ საქმეზე კოალიციას სრულებისათვის წევრი საბას ხვიტალიძე სასამართლომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებენა ჭყებია მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იქამდე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა საბას ხვიტალიძემ. ცნობისათვის საბას ხვიტალიძეს თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ. უფრო კონკრეტულად თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსზე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას. თუმცა მოგვიანებით მოსამართლე ჯვებენა ჭყებიან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებას კვალიფიკაცია 120 მუხლზე შეუცვალა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 6 თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამასთან საბას ხვიტალიძეს საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს. ის სამართალმცველების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს. ბრალდებას ჰქონდა ყავდათ სრუმოწმეები, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევდა, არ ყავდათ ნეიტრალური მოწმე, არ ჰქონდათ ნეიტრალური მტკიცებულება, წარმოდგენილი იყო 26 წამიანი ვიდეო ჩანაწერი, სადაც არ ჩანდა დეტალურად არც ერთი გარემოება, მათ არ ჩაატარეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, არ დაადგინეს ნამდვილად საბა იყო თუ არა ვიდეო ჩანაწერზე ასახული და ეს ვიდეო ჩანაწერი გაურკვეველი ადამიანისგან, ტატო მაისურაძის Facebook პოსტიდან გადმოწერეს, შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ, რომ ეს საერთოდ სოციალური ქსელი გაუქმებულია. არ ვეთანხმებით სასჯელის სახეობასაც მათ შორის, ვინაიდან ამ სასჯელს აქვს ალტერნატიული სასჯელებიც, მათ შორის ამ უხს აქვს ალტერნატიული სასჯელებიც, ისეთი როგორც არის ჯარიმა, ისეთი როგორც არის შინაპატიმრობა, ისეთი როგორც არის 6 თვიდან 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამიტომ როცა არჩევ, თუნდაც ამტყუნებ უდანაშაულო ადამიანს და არჩევ სასჯელს, მინიმუმ უნდა არჩიო ყველაზე მსუბუქი სასჯელი იმისათვის, რომ წამებაში დაზარალებული ადამიანი არ გაუშვა ისევ საპატიმრო დაწესებულებაში. ამიტომ არც მორალურად, არც სამართლებრივად და სასამართლოს არ მიუღია სწორი გადაწყვეტილება. აბსოლუტურად მართალია ჩემი შვილი, ასევე სასტიკად ნაწამებია, ასევე არ იყო მსჯავრდებული და სამარტო საკანში მე-6 იზოლატორში გამოკეტეს 9 თვეა, ამაზე ყველაფერზე აუცილებლად აგებენ პასუხს 2 წელი. ეს არის ამათი საკენკი გადმოგდებული, რითაც ჩვენ უნდა დავკმაყოფილდეთ, მაგრამ ვერ ვკმაყოფილდებით, იმიტომ რომ ჩვენი შვილები არიან მართლები და არ ვაპირებთ, რომ ამაზე კმაყოფილები ვიყოთ და გავჩერდეთ. საპროტესტო აქციებზე დაკავებული პატიმარი თორნიკე თოშხვა, რომელიც უკვე მე-17 დღეა შიმშილობს, ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს. მე-17 დღე წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო, მართლა საოცარი ძალა ჰქონია წყალს. წესით გუშინ ყაზბეგის მარათონის 35 კილომეტრიანი ფინიშის ხაზი უნდა გადამეკვეთა, მაგრამ გეგმების შემიცვალა და შიმშილობის მარათონის მონაწილე აღმოჩნდი. ესეც არანაკლები გამოწვევაა. მხოლოდ თავისუფლების უსამართლოდ აღკვეთისადმი შეურიგებლობა ამ გზის გავლას ვერ შემაძლებინებდა. რუსთაველზე დგომაში ჩამოყალიბებულმა დისციპლინამ მომახერხებინა ეს. რუსთაველის პროტესტიდან გამოყოლილი ენერგია
ენერგია აქაც მაძლიერებს. იქ შეკრებილი ხალხის თვალებში დანახული სიმართლე მაძლიერებს. საქართველოს თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის დაცემული გმირების ხსოვნისადმი პასუხისმგებლობა მაძლიერებს. ნოემბერ-დეკემბერში ფორმიანი სადისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დალეწვით გამოწვეული ბრაზი მაძლიერებს. თვალში ჩაღვრილი ჰემატომის გამო ფიზიკური ტკივილი არ განმიცდია, მაშინ გული მეტკინა, რომ სამართალდამცველის მანტია მოსხმული ქართველი მისი თანამემამული სისხლის ნადირივით დალევას ცდილობდა. ხვალდა ზეგ ბიჭების დასკვნითი პროცესია, როგორც არ უნდა ეცადოს რეჟიმმა ამ ბიჭების სიმართლის, სისხლის, სამართლის კოდექსის მუხლების, კონკრეტული ციფრების აწონა მათი სამშობლოსადმი სიყვარულს ვერაფერი გააუფასურებს. გარეთ ყოფნისას მუდმივად მოლოდინი მქონდა ციხეში მყოფი ჩვენი ბიჭების მხრიდან დაძახებული სოლიდარობის ხმა გამეგო იმ პატიმრეს მიმართ, რომლის შესახებაც რეჟიმმა რუსული სპეცსამსახურების დახმარებით ტყუილ მართალი ერთმანეთში აურია, მტრის ხატი შექმნა. მიზანმიმართულმა პროპაგანდამ ისეთ სტიგმად აქცია მისი პერსონა, რომ დღესაც ბევრი პროტესტის მონაწილე კეთროვანივით ერიდება მისი სახელის ხსენებას. ახლა თვითონვე ავასრულებს სურვილს და მე როგორც პატიმარი სოლიდარობას ვუცხადებ და თავისუფლებას ვუსურვებ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სანამ ყველა არ გავერთიანდებით ერთის წინააღმდეგ, მანამდე ძალა არ გვეყოფა გასამარჯვებლად. ყოველი ჩვენი აქტივობა და მოქმედება დარჩება წინააღმდეგობის გაწევის მორიგ უშედეგო მცდელობად გამარჯვების გარეშე. წერს თორნიკე თოშხუა საბატიმროდან. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე თორნიკე თოშხუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. რუსთაველის გამზირზე ინციდენტი 31 ივლისს მოხდა. პოლიციამ კი ინციდენტში მონაწილე პირნები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე 16 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც საშელის სახე და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ თბილისში გუშინდელ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი ადამიანი დააკავა. ის საპროტესტო აქციაზე შეიარაღებული გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი ჭრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული. ასევე საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა დაკავებული საცხოვრებელი სახლის სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპროტესტო აქციაზე იარაღიანი პირის გამოჩენას აფასებენ პოლიტიკოსები. ვინ პიროვნება იყო ეს, არც დავიცვა მინდა და არც გავაკრიტიკო, იმიტომ რომ არ არის ცნობილი ჩემთვის ამ პიროვნების ვინაობა. ისე ყველას გასაგონად, მტრისაც და მოყვარისაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი მცდელობა ამ ჩვენ მშვიდობიან პროტესტს რაიმენაერად ჩირქი მოსთხონ, თითქოს ეს არის რაღაცა შეიარაღებული გადატრიალება, ეს არის სწორედ კრემლის მსახურების ამ მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდის პროპაგანდის სასარგებლო საქმე და ბუნებრივია აბსოლუტურად კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი შეიარაღებული ასე ვთქვათ ქმედება, ძალადობრივი ქმედება. ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ჩვენი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი, ასეთი იყო, არის და გაგრძელდება. რევოლუციური სცენარებისთვის ემზადება ეს ხალხი, იმიტომ რომ არჩევნებში იციან რომ წააგებენ, ძალადობრივი აქციებისთვის ემზადება. აი ეს არის ერთ-ერთი ფაქტი. მიდიხარ აქციაზე და გაქვს ცეცხლსასროლი იარაღი. რა შეიძლება იყოს აქ მიზანი? სად არის აბა ბატონ ხაბეიშვილს კითხეთ, მშვიდობიანი დამხობა დაამატოს მაშინ მშვიდობიანი დამხობა იარაღით. საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიანი დასკვნა პარლამენტის დადგენილების სახით დღევანდელ სესიაზე დაამტკიცეს. ამის შემდეგ კი ქართული ოცნება მის საკონსტიტუციო სასამართლოში გადაგზავნას და ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების მოთხოვნას გეგმავს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2004-12 წლებში ნაციონალური მოძრაობის მიერ ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგად დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემატური და ატარებდა საყოველთაო ხასიათს. ოპოზიციაში აღნიშნულ კომისიას არასერიოზულს უწოდებენ და განმარტავენ, რომ მის მიზანი მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაა. ფაქტები არის ტყუილი, სიხალბე და ის ფაქტები, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, ფაქტების თაობაზე, ის დანაშაული კი არ არის. ის რომ ჩვენ დავაბრუნებიეთ მოპარული
ფული, ის რომ ჩვენ დავაბრუნებიეთ უკანონოდ მითვისებული მიწები ამ რეჟიმისთვის, მოღალატეთა კრიმინალთა რეჟიმისთვის არის დანაშაული. ნებისმიერი ქართველისთვის და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის და საქართველოს კანონმდებლობისთვის ეს არის სწორედ ის, რაც უნდა გააკეთოს ნებისმიერმა პატრიოტულმა ნორმალურმა ხელისუფლებამ. საგანგებო მნიშვნელობის დასკვნა, რაც შეეხება დანაშაულებებს და ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტებს და არა თელ ჩამონათვალს, რომელიც იქ არის, მე ვსაუბრობ ფაქტებზე, რომელიც ყველა მიცის. ერთი მაინც ასეთი ფაქტი რომ ყოფილიყო ნებისმიერ დემოკრატიაში დაშვებული, ასაკურველია იმ სახელმწიფოს ხელმძღვანელობა ზოგადად არ იარსებებდა მეორე დღიდან და არც არასოდეს გამოჩნდებოდა პოლიტიკურ ასპარეზზე განსხვავებით იმ ვითარებისაგან, რომელიც საქართველოშია შექმნილი და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის ომის თემა და სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით. განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას. ამის შესახებ ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება გეოლოგების დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული. როგორც კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის შენარჩუნებაა ახალი კონფიგურაციით და ახალი დასახლების სახით. ამ ეტაპზე ხემაღალში უსაფრთხო ზონაში მცხოვრები 20 ოჯახისათვის, როგორც კი გეოლოგების დასკვნა დაადასტურებს ტერიტორიის საიმედობას, დაიწყება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა, ელექტროენერგიის ახალი ქსელის გაყვანა, გზების მობეტონება, გაზიფიცირება. ამჟამად ამ სამუშაოებს ვერ ვიწყებთ, რადგან აუცილებელია გეოლოგების საბოლოო დასკვნა, თუმცა უკვე ახალი გზა შეყვანილია ხორითის მხრიდან, როგორც ხემაღალის, ისე ღვერკის უსაფრთხო უბნებში, სადაც ამ ეტაპზე მოსახლეობა ცხოვრობს. აუცილებლად მოვაგვარებთ უსაფრთხო საცხოვრისის უზრუნველყოფის საკითხს, ყველა ოჯახი მიიღებს იმ დახმარებას, რაც მათთვის უფრო სწორი და სასურველი იქნება. ვისაც სურს ახალ დასახლებაში ცხოვრება, სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, ხოლო ვისაც კომპენსაციის მიღება ურჩევნია, ეს თემად სამართლიანად და გამჭვირვალედ გადაწყდება. ჩვენ განვიხილავთ ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღალისა და ღვერკის მოსახლეობა კვლავ ერთად შეძლებს თანაცხოვრებას. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ გეოლოგების დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნება მიღებული, განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. ხარაგაულში მეწყრულმა მასებმა მდინარე ყარნება ჩაკეტა. მდინარის ჩაკეტვამდე სოფელ ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ ინფორმაცია 2 თვის წინ გავრცელდა. სტიქიამ დააზიანა როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე საავტომობილო გზების ნაწილი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე საცხოვრებელი ფართიდან მერია ამქირით 30 ოჯახი გაიყვანა. ამასთან სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული მეწყრული პროცესების საფუძვლიანი შესწავლის მიზნით კომპლექსური საინჟინრო გეოლოგიური კვლევა შეისყიდა, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად 2025 წლის 7 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების 3 კილოგრამი მეტადონი, 32 შეკვრა სარეალიზაციო დაფასებულის სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს. დაკავებულია 4 პირი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე დაკავებულები არიან უკრაინის ერთი და წარსულში ნასამართლების საქართველოს მოქალაქეები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 სექტემბერს თბილისსა და აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები 3 კილოგრამამდე მეთადონი, 32 შეკვრა სარეალიზაციო დაფასებული სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება და 140 ცალი ფსიქოტროპული აბი ამოიღეს. დაკავებულია 4 პირი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქე 1985 წელს დაბადებული აა და წარსულში ნასამართლების საქართველოს მოქალაქეები
1992 წელს დაბადებული თ.ნ., 1991 წელს დაბადებული გ.ძ. და 1991 წელს დაბადებული ბ.მ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისათვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით მიმდინარეობს.